და მე მინდა სტუდიაში მოვიწვიო ლიზი ჭოიძე და მარიამ ჯავახიშვილი. შევგებოთ ტაშით. როგორ ბრძანდები? კარგად ხო როგორ ხარ? პოზიტიურები. გადასარევად. ლამაზად და კარგად გამოიყურები. მადლობა თქვენ. ჩვენი გადაცემის პირველი მონაწილეები ხარ და ეს გვახარებს ძალიან, რომ ორი ულამაზესი გოგონა მობრძანდა ჩვენ. მადლობა. ბიჭო, კობა შეხედე, არც უყურებს, კობა, აი, არც უყურებს. თავი არ დახრილი, შეხედე გოგოები, რა გოგოები შემოვიდნენ. რას კითხულობ ამის? ეცნობა პრესას. გოგონებო, როგორ ბრძანდები? კარგად ხო როგორ ხარ? კარგად და პირველად ბრძანდები ჩვენთან. დიახ, პირველად ვარ. ძალიან კარგი. მე წარმატებებს გისურვებ ყველა ვარიანტში. მადლობა. თუნდაც მეათეთ იყოთ, მაგრამ რაღაცა უცნაურობები გაქვთ. ეს სურპრიზია. ანუ საინტერესო. საიდუმლოს დატოვებთ? დიახ. არ გვეტყვით? არა. ასეთია ქალის ბუნება. არ გვეუბნები. ძალიან კარგი. თუ შეავსეთ ანგეთ. დიახ. შეავსეს და მე ჩემი მიუხედავად იმისა, რომ მუშნი ის არის გამომძებლის ანუ შერლოკ ჰოლმსული მიწიდან გამომდინარე დავას დოქტორ ვოტსონის სამბავში. ვერ დიგვეთ. ლიტერატურული გადაცემა. ისხდნენ. და ისე ავსებდნენ და საიდან მივხვდი ახლა. კითხვაზე ისა რა უცხოენი ენები იცი და რაში გადიება. ლიზი წერს იმერული და მარიამს კითხა შენ მე იმას უწერია. მომდენო კითხა რაში დახარჯავ მოგებულ ფულს. მე მარიამმა დაასწრო. სესხს დავფარავ და ამჯერად ლიზი მეც. ანუ აქაც ესეთ შემთხვევაა. ერთი წინადებით მოისყიდე წამყვანიო. ზურას გაუმარ და დამთავრება, ესე იგი მარიამ ჯოს. აკე? არ დასრულებულა ზურა ეს ამბავი. ხო, რა ვაგდათ მოიფიქრე. რომელი ჟიურის წევრის იმეთი გაქვთო და ქალური სოლიდარობა, რა თქმა უნდა, ლალიო, ლიზი წერს და მარიამი, მეც იმავეს ვფიქრობ. პანჩევლო გამოსულებო, მინდა გითხრათ. თუ მზად ხართ, ჩვენ სულ მოუთქმელად გელოდებით. მზად ვარ. შესავალი ხარ გნება? არა. ძალიან კარგი. მოემზადეთ. მზად ვარ. თამაში არის ჯერჯერობით 50 ლარზე. თამაშობს ლიზი და მარიამი, ერთი. სახები დააწყოთ თორემ ეგრევე დავაჭერ მოგებას ჩაუთმი გოგოებს. 1, 2 და 3. დიუეტ. ეს არის გააცინე და მოიგე? მეგონა მაგარ გულავზე ვიჩთებოდით. გააცინე და მოიგე დიდი ისტორია სითვლის. როგორიცა? პარარარარამ პარარამ პარარარა. და კიდე მრავალი. ხო, აზრზე ვარ. ყავის მადუღარა და რამე ხო? რა ყავის მადუღარა? ჩაინიკა ეგ. ბრავო, კარგი იყო. ეს ყავის მადუღარა ძალიან. ახალი სახელი აქვს. კარგი იყო 50 ლარი. ჩვენია? განწყობაც კარგი გაქვთ. კარგად მიდიხართ. რა თქმა უნდა 50 ლარიანი ხუმრობაც იყო და მოიგეთ კიდე. დაბერდაო, მანამდე მადუღარა იყო და ახლა ჩაინიკა. რა ჩაინიკა? კი ბატონო. პანჩემლო ჟიური მოემზადეთ. გოგოება კარგად. მე მგონია რომ ეს გოგოები 50 ლარზე არ არიან გამჩერებლები გითხებით? მე სამ საჭირო არ გაჩერდე. გავგზელოთ? დიახ. თამაში არის 100 ლარზე. 1, 2 და რა ყავის მადუღარა? ჩაინიკა ეგ. ხო. ანუ ჩაისვამს ნიკა ხო? გონის ჯობს მარიამ ხურნობებზე გადავიდეთ, მაგრამ სანამ ხურნობებზე გადავალ, სურა რატომ არ ძის ხოლმე ჟიურში? გოგო, ეგ ხო ჯერ არ გამელოტებულა რა გჭირს. კარგია, მომწო. ანუ იქიდან მოვიდეთ ყველა. რა კარგი იყო. 100 ლარი თქვენია გილოცავთ. ანუ შენ ფარიკი. ძალიან საინტერესოა ეს ამბავი. მოკლედ როგორი ამბავია, იცი რომ ჟიურში სოდვა გამხელი ჯობიაო. ჟიურში თუ მელოდი არ არის კაი სიტყვა. არ არის კაი სიტყვა. არც ქაჩალი. თუ თმები არ გცვივა, იმ ჟიურში ვერ მოხვდი. არა, ცვივა რა, თუ გაცვენილი გაქვს? თუ გაცვენილი გაქვს, მაშინ მოხვდი. მაშინ კი. ასეთი ამბავი. არა, თმები გვაქვს. ამოვიღოთ ქართული არის რა? მის მეტი რა. დიახ, მოდაშია უბრალოდ ესე და უბრალოდ ეგეთი მოდაშია. არა, იმიჯი აქვს ასეთი. ქართული იმიჯიდან ამოვიღოთ სიტყვა მელოდი და დავარქვათ ჟიური. ჟიური. კი ბატონო, ჟიური. ძალიან კარგი, გოგონებო. 100 ლარი მოიგეთ. დიახ. ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა. ის მაინტერესებს იქ ძალიან რაღაცა მალე საინტერესო ვიხილავთ. მაგიდა არის. მოემზადეთ. თამაში გახლავთ უკვე 200 ლარზე.
1, 2 და 3. ფრაზები, რომლებსაც დიასა ვერასდროს იტყვის. აქედან ყველანი ჩემთან მივდივარ სახლში. ეს ბაითია რა. პროსტა პროექტი იყო შეძმობას ფიცავარ. მაგრად ვიდიან. იმენა ინა უფრო მაგარი აქედან ყველა კაი. ეგეც კარგი იყო და აი მე გეუბნებით. ეს გოგოები მოიგებენ 1000 ლარს. ესენი ისეთი მომზადებულები არიან და ისეთ ზეწოლას აკეთებენ ჩვენ საყარაულო იურიზე. მე გეუბნებით. კი ბატონო. მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ თამაში ეხლა დიახ უკვე გახლავთ 400 ლარზე. ასე სწრაფად მივედით 400 ლარი. ანუ 1000 ლარის ხუმრობა ბატონო ზურა ესე იგი. 400 ლარზე ეხა ხუმრობა. მაინც გარისკეთ 400 ლარზე გოგონებო ეს ხუმრობა. ნახოთ. გოგონებო მოემზადეთ. თამაში გახლავთ 400 ლარზე. ეს ხო ის პირველი, მეორე, მესამე ეტაპი მაინც ისეთია ცოტა. მოდი ეგრე რომ ვთქვათ, ლაითი, მაგრამ ეხა რთულდება. მე წარმატებებს გისურვებ. მადლობა. მოემზადო ჟიური, თამაში გახლავთ 400 ლარზე. 1, 2 და 3. ფრაზები, რომელსაც დიასა ვერასდროს ვერ იტყვის. ხედი ხო მაგარი აქვს. 27 კვადრატი ეგრე ჟღერს, თორე იცი რომ ხელა ცხენს გააჭენებ. ვაქირავებ ბინას. მალხას კობა ჩაწერის შემდეგ ლუდი ჩემთან დავლიოთ. ჩვენ მხოლოდ მოსაგებად არ მოვსულოთ ქალბატონო ლალი. რჩევა გვჭირდება. ჩვენ დაქალები ვართ და გვაქვს მუსიკალური ნიჭი. თან აზრებიც გვაწუხებს. მაგალითად გათენება, ღამე, მოლოდინი. აუ ხო, აზრზე ვარ. თამჩოჩოს და ლალიკოს ჰიტი? კი. აფრიკაში კრიმინალად ის მიიჩნევა, ვისაც ზაფხულში წყლის ხოფი გადაჭერა. კარგი იყო! 400 ლარი გელია. მოიგეს გოგოები 400 ლარი. როგორ ვიკავებ? ხო მე ძალიან იკავებდნენ რაღაცეები თითქოს ჟიურის ვაპატიე, რაღაცეები, მაგრამ ნუ ბოლომდე ვეღარ ვაპატიე. ძალიან კარგი, 400 ლარი თქვენია. გოგონებო. ვაიმე, ახო მე ნერვიულობ. 1000 ლარზე? დავიწყე ნერვიულობა. ვაგრძელებ. მე მგონია წვეტენ და იმას ვაჩვენებენ ისე. არა. აი რას ფიქრობ თქვენ? რას ურჩევთ უბრალოდ? ჟიური ურჩიოს და მე ხო, აი ჩემს თან ისა დროში უნდა ჩაეტიოთ, ხო არ გავიწყდებათ. დროც მინდა ვთქვა რომ არ იყო სახარბიო. ძალიან ძლიერი უნდა იყოს. აქამდე რაც წაიკითხეთ, იმაზე ბევრად ძლიერი. გავაგრძელებ. მინიმუმ ორჯერ უფრო. აგრძელებენ და მე გაძლევთ 5 წამს. მანამდე ჟიურის ვესაუბრებ. გააგრძელებენ თუ არა? 1000 ლარზე ჩვენ შებოჭილები ვართ ეს რაღაც როცა 1000 გააგრძელებენ თქვენი აზრი. ფიქრობ რომ მე ვფიქრობ რომ კი. გააგრძელებენ. ვაგრძელებ. კი. აუ თამაში გახლავთ 1000 ლარზე. ტაში შემოვიგებოთ ამ ამბავს. მაშინ მიდით ეხა უნდა იმას კნათ რა ქვია მოემზადეთ. ყველაზე მაგარი ხუმრობები გოგონებო. დიახ. აბა, მოემზადეთ. სად ვართ? ძალიან რთული თამაშია. 1000 ლარზეა თამაში. მე წარმატებებს გისურვებ. 1, 2 და 3. ფანტომას საქართველოში იღებენ. ლუი დე ფიუნესის როლში კობა ბარათელი. ხოლო ფანტომაზი მალხას ქრივიშვილი. ესენი ისედაც ეგრე ჭამენ ერთმანეთს. გოგო, ეგ კი არა მალხაზის ბიძაშვილი ვარ. ყვიდრი? არა გოგო, რა მკვდარი ცოცხალი. და საერთოდაც ბოიფრენდს დავშორდი. ბოიფრენდი იგივე მიჯნური, რომანტიკა და რატო დაშორდი? ვიღაც გოიმკაც შემადარა, მაგრად გავხარო. გავარახლა მე ამას? კი. აუ, მარიამ თვალი მტკივა. დაკავშირე დიასაც დაემატა ჟიურში. იქიდან ჩაინიკას ვერ წყვეთ თვალს. აქედან დიასა შუაში კი მახოს მომფინარი სხივები ირეკლავენ. ჭიათურალი უმხერის მალხას ქრევიშულს. მახოს დავეწაფებია ბარა. კარგია! 1000 ლარი! გილოცავთ! ძალიან მაგარია! ბრავო. მახოს დავეწაფებით აბარა. კი. რა თქმა უნდა 1000 ლარი თქვენია. საბოლოოდ დავასკვენი ერთი რაღაც. დიახ. აბა, რომ ადამიანი ხო თიხისგანაა შექმნილი ასეთი კი ბატონო. წარსულობს. მახო თეატრა და მახოს თუ დავაკავშირებთ. მახო არის მარგარეტი. მახოს გონია რომ მარგარეტიდანაა შექმნილი.
იგენაცვალე. თვითონ მახვა, მაგანაც. იგენაცვალე. დაიმსახურეს მართლა დაიმსახურეს. იგენაცვალე. ნამდვილად. და შეეკუთვნით აუცილებლად მადლობა დიდი. დამსახურებული 1000 ლარი. მადლობა დიდი. ინებეთ კობაზე მეგოებო. მადლობა მომბრძანებისთვის. მე ჩახდება და კობაზი არის. მადლობა მომბრძანებისთვის და ნახვამდის. კარგი თამაშისთვის. კიდევ გელოდი. გამარჯვებას გისურვებ. დაიხარეთ. მე 1000 ლარი მოვიგე. შენ არა მე მოვიგე. არა, გოგო, ორივე მოვიგეთ. ჩვენ გავაცინეთ და მოვიგეთ. ძალიან კარგი იყო და მოგებულები მივდივართ.